დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანით. ჩვენ რასაკვირველი ადამიანზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ყოველთვის ვსაუბრობთ ბავშვებსა და მოზარდებზე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს არის ჩვენი მომავალი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც მართალია დღეს ხდება, მაგრამ შედეგს მოიტანს მომავალში. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი სიახლე რამდენიმე კვლევას აერთიანებს. კერძოდ, დადგინდა, რომ მოზარდი გოგონების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა იმ სიტყვას და ფრაზას, რომელსაც მის გასაგონად ამბობენ მშობლები. დიახ, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მამის ან დედის მხრიდან ნათქვამ თითქოს უწყინარ სიტყვებს სიმსუქნესთან დაკავშირებით. მაგალითად, დედის მიერ სილამაზე ასოცირებული სიგამხდრესთან შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის სიგნალი, რომელიც გამოიწვევს მუდმივ შფოთვას მოზარდ გოგონაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ამ სიახლეში მინდა გავაერთიანო, არის კვლევა, რომელიც უკავშირდება მშობლების მხრიდან და განსაკუთრებით დედიკოების მხრიდან ნათქვამ სიტყვებს კარგ და ცუდ საკვებთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ უნებურად ხშირად ძალიან კაცრები ვართ ოჯახში, მაშინ, როდესაც ვცდილობთ ჯანსაღიკვება დავამკვიდროთ. დიახ, ჯანსაღიკვება მნიშვნელოვანია. ზოგჯერ მნიშვნელოვანია ამაზე ხშირად საუბარი და სისტემატურად საუბარი და რაც თავარია მოქმედება, მაგრამ თუ ჩვენ ავტორიტარულები ვიქნებით, თუ ჩვენ შეუვალები ვიქნებით და მხოლოდ კარგ და ცუდ საკვებს გამოვყოფთ, აღმოჩნდა და ეს კვლევები დადასტურდა, რომ ბავშვი, რომელიც თქვენ მიერ ცუდად მონათლულ საკვებს მიირთმევს, რატომღაც საკუთარ თავს ცუდ გოგოდ მიიჩნევს. დიახ, მაგალითად მიირთვა მან დედიკოს მიერ ცუდად მონათლული რომელიღაც პროდუქტი და ის თვლის, რომ ცუდი გოგოა. ეს კი დამატებითი შფოთვის საბაბია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა. ეს გახლავთ კვლევა ეგრეთ წოდებული დიეტის მოყვარულ მშობლებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით დედებთან დაკავშირებით. კვლევამ დაადასტურა, თუ დედა ხშირად იცევს ეგრეთ წოდებულ დიეტას, როგორც წესი, მათი შვილი ხდება მოდიეტე, როგორც მედიკოსები უწოდებენ, განსაკუთრებით გოგონები. და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუ თქვენ გაქვთ მუდმივი შფოთვა წონასთან დაკავშირებით, მე ვგულისხმობ ზრდასრულებს. უნებურად ეს აყალიბებს შფოთვას თქვენ შვილებში, მაშინაც კი, როდესაც მათ ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემა არ აქვთ. გამოდის, რომ ჩვენი ფიქრებისთვის და მით უფრო ჩვენი ქმედებისთვის, ჩვენი ქცევის მოდელისთვის, ჩვენი შვილები ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, რომ ჩვენ ვასაზრდოთ მათი შფოთვა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქ არის დაკავშირებული ქალის, ანუ დედისა და მომავალი ქალის, ანუ გოგონა ბავშვის ურთიერთობასთან და ეს უნდა გავითვალისწინოთ ყოველდღიურად ჩვენს ოჯახებში. ტრადიციულად ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესაბამისად გიზიარებთ სამედიცინო ინფორმაციას და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ყველა ასაკს აქვს თავისი პასუხისმგებლობა. თუმცა განსაკუთრებულია ჩვენი დამოკიდებულება, როდესაც ბავშვებსა და მოზარდებზე ვსაუბრობთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა დიდი, მაშინ, როდესაც მომავალ დედებზე ვსაუბრობთ, ამიტომ მოზარდი გოგონების თემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც ძალიან ხშირად არის ჩვენი გადაცემის ნაწილი. დღევანდელი ჩვენი თემა არის ერთგვარი პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ხშირად აქვთ მშობლებს, ხშირად აქვს ოჯახებს. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვეკითხებიან ხოლმე ბებიები, დედიკოები და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ როდესაც მოზარდ გოგონას ეხება საქმე, რა უნდა იცოდეს მან და რა უნდა იცოდეს ოჯახმა, ეს ინფორმაცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უკავშირდება და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, რომელიც გახლავთ საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის თავმჯდომარე, ექიმი მეანგინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კოლპოსკოპისტი, პროფესორი ქალბატონი მადონა ჯუღელი. დილამშვიდობისა, მადონა. ძალიან დიდი ხანია ჩვენ მეგობრობთ და თანამშრომლობთ და გადაცემის ისტორიის მანძილზე არაერთ თემაზე გისაუბრიათ ჩვენთან ეთერში. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი გარკვეულწილად ეძღვნება უფრო მეტად ალბათ ოჯახებს, იმიტომ რომ არის გარკვეული სტერეოტიპები, რომლის დამსხვრევა ძალიან გაგვიჭირდა წლების მანძილზე. თუნდაც იმიტომ რომ
ეს სტერეოტიპები დროში რატომღაც უფრო განმტკიცდება ხოლმე, ვიდრე გაქარწყლდება. და ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა უკავშირდება მოზარდი გოგონას კონკრეტული სფეროს პრობლემების დიაგნოსტიკას, კონკრეტული საკითხების მართვას ადრეულ ასაკში. უფრო მეტიც, ითვლება, რომ მოზარდ გოგონას არ ჭირდება განსაკუთრებული შემოწმება, არ ჭირდება გასინჯვა, არ ჭირდება დიაგნოსტიკა და ეს თავისთავად წარმოშობს უამრავ პრობლემას და პრობლემების კასკადს, რომელიც სამწუხაროდ ისევ მოზარდის ჯანმრთელობით დაზარალებით სრულდება ხოლმე. მოდით დავიწყოთ სწორედ ამ გაქარწყლებით და ვთქვათ, რა სჭირდება მოზარდ გოგონას, როდესაც ჩვენ საუბრობთ სწორედ მოზარდობის იმ ფაზაზე, სადაც ფორმირება ხდება ქალის, მომავალი ქალის და ეს გარდამავალი ეტაპი არის უზარმაზარი პასუხისმგებლობით ახსავსე თითოეული იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ამ პროცესს თვალს აღდევნებს ოჯახის შიგნით და ოჯახის გარეთ. კეთილი, თქვენ ზუსტად თქვით, რომ ყალიბდება ამ პერიოდში მოზარდი. ყალიბდება არა მარტო მისი ჰორმონული სტატუსი, არამედ მისი ემოციური, მისი განწყობა სოციუმის დამი. და როდესაც ჩვენ, ექიმები, ვცდილობთ, რომ გაუგოთ მათ, და არა მარტო ექიმები, ეს არის მასწავლებელი დედა ოჯახში, ჩვენ ვიღებთ მათ, ისინი როგორც არიან და მათ უზრუნველყოფთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ვასწავლით. ანუ ჩვენ ინფორმაციას ვაძლევთ. და ხშირად მითქვია ხოლმე, რომ გინეკოლოგთან მოსვლა მოზარდის ეს არ არის ის გასინჯვა, მისთვის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტკივილი, არამედ საუბარი, ემოციური, მის ირგვლივ, თუნდაც ინფორმირება იმისი, როგორ უნდა შედგეს მისი მომავალი რეპროდუქციული ტრაქტი, ანუ როგორ უნდა მოუაროს მას ელემენტარული ჰიგიენა, თუნდაც კონტრაცეფცია, თუნდაც სქესობრივი ურთიერთობები მომავალი და არა შიში და არა მითები. აი ეს არის ინფორმაცია. მასობრივად სჭირდებათ, ბევრ გოგონას სჭირდება ასეთი მიდგომა, რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ. ძალიან ბევრს. მე ვფიქრობ, რომ ყველას. იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მოცულია სოცმედია, ეს არის Google, ეხლა არის ახალი კიდევ ხელოვნური ინტელექტი, კი, ნამდვილად შეიძლება ნაწილობრივად დავეყნოთ, მაგრამ პროფესიონალებს აქვთ ის უნარჩვევები და შესაძლებლობები, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ყოველთვის არის ხოლმე, რომ ამ დროს გოგონას ძალიან ბევრი პრობლემები, ეს არის სოციუმის ზეწოლა, თუნდაც მისი სხეულის ირგვლივ, თუნდაც მის გამონაყარზე, თუნდაც თმიანობაზე და ეს ყველას, რომ ყველაფერს თქვენ მიაწოდებს სწორ ინფორმაციას, ის კი რომ მიბრძანდით ახლა თქვენ კოსმეტოლოგთან, ან მიბრძანდით და ჩაიტარეთ თუნდაც დიეტოთერაპია, არამედ ინფორმაციას მიაწოდებ და რა თქმა უნდა სპეციალისტთან გადაამისამართებ, თუნდაც ფსიქოლოგთანაც. როდესაც თქვენ ბრძანებდით აუცილებლობაზე, თქვენ ხაზი გაუსვით ძალიან მნიშვნელოვან გასაღებს. ეს არის ურთიერთობა, კომუნიკაცია და კეთილგანწყობის დამსახურება, იმიტომ რომ მოზარდის კეთილგანწყობის დამსახურება არ არის მარტივი საკითხი. მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ოჯახში შეიძლება ჰქონდეს, როგორ უნდა მივიღოთ ინფორმაცია სპეციალისტისგან, თუ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მოზარდი გოგონა უნდა გაისინჯოს და თუ უფრო შორს წავალთ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ გასინჯვის გარეშე შეიძლება დიაგნოსტიკა მოხდეს მოზარდის რეპროდუქციული სისტემის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ შემთხვევაში არჩევითიც კი აქვს თანამედროვე მტკიცებით მედიცინას დიაგნოსტიკური მეთოდები იმისათვის, რომ მოზარდი ყურადღების მიღმა არ დარჩეს. მოდით ეს წარმოდგენაც გავაქარწყოთ. ყოველთვის საჭიროა თუ არა გასინჯვა მოზარდის და თუ არ ვსინჯავთ, მაშინ როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას და განა შეიძლება სხვა კვლევებს დავეყრდნოთ ასეთ შემთხვევაში. კეთილი, ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ნამდვილად ასეა, ხანდახან ისეთი ბერკეტია, რომ რადგანაც ალბათ ბავშვი არის, ჯერ არ დაუწყია სქესობრივი ურთიერთობა, იქ გასინჯვა არ შეიძლება. შეიძლება. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი პირდაპირი ინსტრუმენტალური კვლევები და ასევე არაპირდაპირი. არაპირდაპირი თუნდაც ჰორმონალური დიაგნოსტიკაა. თუნდაც მისი ისტორია და ანამნეზური მონაცემები ბავშვობიდან დაწყებული. თუნდაც უკვე ჩამოყალიბებული მენარხისგან, ანუ მენსტრუალური ციკლი, ან ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პერიოდში. ეს არის ის ინფორმაცია, რითაც მე წყვიტავ. ჭირდება თუ არა მოზარდს მეტი უფრო ღრმა ჩართულობა
ინსტრუმენტალური კვლევების თუ არა. ეს არის თუნდაც ტრანსაბდომინალური ეხოსკოპიური კვლევა. ანუ მუცლის კედლის გავლით. დიახ, ზემოდან. დიახ. რაც შეეხება ხანდახან არის ისეთი მონაცემები, როდესაც არის უკვე აი ამ ულტრასონოგრაფიული კვლევით არის მაგალითად რაღაც წარმონაქმნი ღრუში. აი მაგალითად ავიღოთ პოლიპი. რის გამოც გოგონას აქვს ჭარბი მენსტრუალური სისდენა. არსებობს ისეთი კვლევა, არა მარტო კვლევა და არამედ მკურნალობა, სადაც არის საოფისე ჰისტეროსკოპია. ეს არის ვიდეო კამერით, შევდივართ არ ვაზიანებთ არანაირ საქალწულო აფქს, შევდივართ ვაგინოსკოპიის მეშვეობით, ვათვალიერებთ ღრუს და ვკვეთავთ. ანუ დავინახეთ და ვუმკურნალეთ. ასევე არის ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული ცვლილებები, თუნდაც ბაგეების ან ქალბატონს აქვს რაღაცა ისეთი ცვლილებები, რომელსაც თვითონ დედამ შეამჩნია. არსებობს კოლპოსკოპია, ოღონდ ბავშვის სარკით. ასე რომ გვაქვს საშუალება ამისი. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ყველასთან არ არის საჭირო. ამიტომაც ვამბობთ პირდაპირი და არაპირდაპირი კვლევები და ღრმა ანამნეზური მონაცემები, ანუ ბავშვის ისტორია მისი ჩასახვიდან აქამდე. აი, როდესაც თქვენ ხაზი გავუსვით, რომ მსგავსი ჩარევები, უბრალოდ მსგავსი დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება ან ძიება სხვა მეთოდებისა ყოველთვის არ არის საჭირო. რა შემთხვევაში უნდა იყოს მშობელი ყურადღებით და რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს მოზარდი იმისთვის, რომ აი ასეთი საყურადღებო მომენტები არ გამოგჩეს. რამდენიმე საყურადღებო ნიშანი რომ ვუთხრათ და მერე დავსვამ უკვე შემდეგ კითხვას. კეთილი. აი მაგალითად, როდესაც ყალიბდება ჯერ მენსტრუალური ციკლი, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს 2 წელიწადი შესაძლებელია ეს იყოს არარეგულარული და მერე უკვე უნდა იყოს რეგულარული. რას ნიშნავს რეგულარული ციკლი? ეს არის პერიოდულობა მენსტრუალური ციკლის. ვამბობთ ხოლმე, რომ თუ მაგალითად 15 წლამდე მენსტრუაცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და 15 წლის შემდეგ არის უკვე გოგონა და ჯერ კიდევ მენსტრუალური მენსტრუაცია არ ქონია, აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს და მოახდინოს ზუსტად ის ულტრასონოგრაფიული კვლევები, ეს არის რეპროდუქტოლოგის, ეს არის გინეკოლოგის ჩართულობა, შესაძლებელია გენეტიკოსის ჩართულობა ამ ყველაფერში. ასე რომ ეს არის. რაც შეეხება კვლევა, რომელსაც ინსტრუმენტალური კვლევა ვთქვი, თუნდაც საოფისე ჰისტეროსკოპია. თუ არის ჭარბი მენსტრუაცია. ჭარბი რას ნიშნავს? ცხოვრების ხარისხის ცვლილებები. როდესაც მე არ შემიძლია სახლიდან გასვლა, მე ცხოვრების ხარისხი მიფუჭდება, რკინა-დეფიციტური ანემია, ან როდესაც გემოგლობინი მკვეთრად დავარდება და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა გვაძლევს ინფორმაციას, რომ რაღაცა გაურკვეველი ან წარმონაქმნი ქსოვილოვანი არის საშვილოსნოს ღრუში. აი ამ დროს კეთდება ეს კვლევა. როდესაც ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით მოზარდი გოგონების სათვის საჭირო რეკომენდაციები და მათი ოჯახისთვის საჭირო რეკომენდაციები. ჩვენ გავითვალისწინეთ ის ფიზიოლოგიური განვითარება და ის კანონზომიერება, რომელიც ქალის ორგანიზმს აქვს და თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, რომელიც გინეკოლოგიასთან, მეანობასთან ერთად ითვალისწინებთ რეპროდუქციას და ყველა იმ დიაგნოსტიკურ რისკებს, რაც შეიძლება ახლდეს, აუცილებლად იცით რა მნიშვნელობა აქვს ასეთ მიდგომას გრძელვადიან პერსპექტივაში და არის თუ არა ქალის ჯანმრთელობისათვის თუ მომავალში გადავიხედავთ მომავალი დედის რანგში აღვიქვამთ აი ამ პატარა გოგონას რომელიც დღეს მოდის საკონსულტაციოდ რამდენად შეიძლება შეცვალოს მოზარდი გოგონას სწორმა დიაგნოსტიკამ დღეს სწორმა შეფასებამ დღეს მისი ჯანმრთელობა სამომავლოდ როგორც ქალის და როგორც მომავალი დედის ორ ასეთ მნიშვნელოვან დიაგნოზს, ანუ მდგომარეობას გამოვყოფ. ეს არის ქრონიკული გენეტიკური დაავადება, ეს არის პოლიცისტური საკვერცხების სინდრომი, რომელიც აბსოლუტურად თავიდან შეიძლება არანაირი ნიშნები არ ქონდეს, რომ არსებობს არაკლასიკური პოლიკისტური საკვერცხების სინდრომი, სადაც არ არის აუცილებლად რომ იყოს თმიანობა. იქ არის სხვადასხვა ნიშნები, ჩამოვთვლი და როდესაც ამ პერიოდში გოგონა დროულად მივა ექიმთან, რომელიც ფლობს ამ ინფორმაციას და იქ მოხდება ამისი სწორი მენეჯმენტი, თავიდან აიცილებს ზუსტად იმ კითხვას, რასაც თქვენ თქვით, ეს არის უშვილობა, მომავალში გულსისხლთა დაავადება და დიაბეტი. ანუ იმ გენეტიკურ ჩუმ დაავადების უკან და მომავალში დგას ეს თემები.
რაც შეეხება ენდომეტრიოზი. იგივე თემა, ესეც ფაქტურად შეუცნობელი, ესეთი უღრანტყე დიაგნოზი არ გვია ენდომეტრიოზი. მოგამიწყება ძლიერი ტკივილებით. ანუ ჩვენ ამას ვუძახით დისმენორია, მტკივნეული მენსტრუაცია. თუმცა არ არის ყოველთვის რომ მტკივნეული მენსტრუაცია იყოს ენდომეტრიოზი, მაგრამ დიდ პროცენტ შემთხვევაში აქ არის. აქაც გენეტიკა თამაშობს, ესეც აუტოიმუნური დაავადებების თავისებურ ნუსხას ეკუთვნის და აქაც თუ ჩვენ დროულად მიმართავთ ექიმს და ყალიბდება მკურნალობის სწორი მენეჯმენტი, თავიდან ავიცილებთ კიდევ და კიდევ უშვილობას, ქრონიკულ სომატურ დაავადებებს, როგორც არის აღარ ვამბობ, ეს არის შეხორცებითი, მასიური შეხორცებითი პროცესები, ტკივილი და ცხოვრების ხარისხი. ძალიან დიდი მადლობა. მრავალწლიანი მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის და იმის შეხსენებისთვის, რომ ყველა ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ დაუმსახურებლად ნაკლებ ყურადღებას თუ დავუთმობთ მოზარდი გოგონას ჯანმრთელობას, ეს შეიძლება იყოს ის არის გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში მას როგორც ქალს და დედას წინ დახვდება. ამიტომ ძალიან დიდია ამ დროს პასუხისმგებლობა ოჯახის, იმიტომ რომ ბავშვები, მოზარდები თვითონ არ მიდიან ხშირად ექიმთან და ჩვენი უფროსების პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ ეს რისკები და დავეხმაროთ მათ სწორი ნაბიჯები გადადგან საკუთარი მომავლისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ, მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის თავმჯდომარე, მეან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კოლპოსკოპისტი, პროფესორი ქალბატონი მადონა ჯუხელი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ჩვენი ტრადიციული სამფერი შუქნიშანი, კვებითი შუქნიშანი, რომელიც თავის შინაარსით ყოველთვის მრავალფეროვანი უნდა იყოს. ჩვენ ამაზე დიდი ხანია უკვე შევთანხმდით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს მაშინ, როდესაც მოზარდ გოგონებზე ვსაუბრობთ. ზოგადად მოზარდების ჯანმრთელობა საპასუხისმგებლოა კვებასთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ მოზარდი გოგონას კვებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ პრაქტიკულად პოტენციური დედის კვებაზე ვსაუბრობთ ადრეულ ასაკში და ასეთ შემთხვევაში ყველა ნივთიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები კარგად იკვებებოდნენ, მაგრამ რას ანიჭებენ ბავშვები უპირატესობას? კვლევების მიხედვით დადგენილია, ისევე როგორც მოზარდი ვაჟები, მოზარდი გოგონები უპირატესობას ანიჭებენ სწრაფ კვებას. ეს არის ის მოდელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში უამრავ საფრთხეს ქმნის ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ზრდასრულების ჯანმრთელობისათვის და აღარაფერს ვამბობ მოზარდ ორგანიზმზე. მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებოა კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ სწრაფი კვების დამსახურებით მოზარდის ორგანიზმში არის ბევრი ფუჭი კალორია. არ არის საკმარისი საკვები ნივთიერებები. ყველა ეს პროდუქტი ღარიბია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რომელთა რიცხვში არის ვიტამინებიც, მინერალებიც, ცილებიც, თქვენ წარმოიდგინეთ, სწორად შერჩეული ნახშირწყლები და ჯანსაღი ცხიმები. გამოდის, რომ ასეთი კვება მიუხედავად კვლევებისა არის რეალობა და ჩვენ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ მოზარდ გოგონას ხშირ შემთხვევაში აკლია რკინა, კალციუმი. არასათანადოდ არის მისი ორგანიზმი უზრუნველყოფილი ყველა აუცილებელი ამინომჟავით. გოგონას ჰორმონული სისტემისთვის მნიშვნელოვანი ცხიმების თანაფარდობა დარღვეულია სამწუხაროდ ნაჯერი ცხიმების სასარგებლოდ. ჩვენ უამრავი მსგავსი დეტალი განგვიხილავს სხვადასხვა გადაცემაში, მაგრამ დღეს მე მინდა გაგახსენოთ, რა არის ამის საპირწონე. რა თქმა უნდა, დაბალანსებული კვება, რომელიც გულისხმობს ამ პროდუქტების ისე გადანაწილებას თეფშზე, როდესაც სულ ცოტა 5 ფერის, 5 ჯგუფის პროდუქტი გვაქვს გამოსაყენებელი. ამ პროდუქტების ჩამოთვალს მე ახლა არ დავიწყებ, ძალიან კარგად იცის ეს ჩვენი გადაცემის მაყურებელმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარტივი დასამახსოვრებელია სულ
ერთ ხელზე გვეტევა მთავარი სათქმები, რომელიც რა თქმა უნდა თეფშზეც ეტევა და ასეთ შემთხვევაში ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტების სისტემატური გამოყენება ყოველდღიურ რაციონში მოზარდი გოგონას ზოგად ჯანმრთელობას, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ძალიან წაადგება. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ფორმირებად ორგანიზმზე, რომლის ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ვაფასებთ და მე უკვე ვახსენე პოტენციური დედის მკურნალობაზე, პოტენციური დედის გამოკვებაზე, პოტენციური დედის პრობლემების პრევენციაზე, ასეთ შემთხვევაში ჯანსაღი პროდუქტები ცალკე უნდა გამოვყოთ ისეთი პროდუქტები, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რას ნიშნავს? ეს პროდუქტები თავისი ბუნებით ჩვენთვის კარგად ნაცნობია. ეს პროდუქტები ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილია. მაგალითად, პომიდორი, მაგალითად, მწვავე ფოთლოვანი მცენარეები, მაგალითად, ცხიმიანი თევზი, სხვადასხვა სახის თხილეული. ეს პროდუქტები არის ჩვენ მიერ ხშირად ნაქები, მაგრამ საბოლოო ჯამში თავს იყრის ქოლგის ქვეშ, რომელსაც ქვია ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები. ანთების საწინააღმდეგო საკვების ყოველდღიური გამოყენება მოზარდი გოგონას რაციონში არა მარტო ასაკობრივ ამ კონკრეტულ ფაზასთან დაკავშირებულ პრობლემებს ააცილებს თავიდან და შეამცირებს მათ უსიამოვნო შედეგებს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს მომავალი დედის ჯანმრთელობას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.